სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. კიდევ ერთი სათქმების შესახებ, ერთი აუცილებელი პირობის შესახებ, რათა ჩვენ ვიწოდებოდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებად, რათა დავიმკვიდროთ სათასასუფლებელი მტრისადმი 7 მოპყრობისათვის. მოусმინოთ წმინდა მღვდელმთავარს იოანე ოქროპირს. ჩვენმა 7-მა მოპყრობამ შეიძლება მტერი მგელი სხვარად აქციოს. მისი მრისხანების სახუმილი უხვად აპყუროს ცვარით, დააცხროს ქარიშხალი და სულად ჩააქროს ძვინვარების ალი. როცა ჩვენი 7 სიტყვები შეაღწევენ მტრის სულში, არათუ გულისწყრომას განდევნიან იქიდან, არამედ განაწყობენ კიდეც მას დიდ სულოვნებისა და თანალმობისათვის. ღამით ახლო მანძილიდან ხშირად ვერ ვცნობთ ერთმანეთს, დღისით კი შორიდანვე გამოვარჩევთ ნაცნობს. ჩვეულებრივ იგივე ხდება მტრობის დროსაც. სანამ ჩვენს შორის არის სიზურვილი, მეტოქის ხმაც სხვაგვარად გვესმის. მის სახესაც მიკერძოებით შევყურებთ. როგორც კი გულის წყრომას გვერდზე გადავდებთ, ხმაც მანამდე საძულველი და საძაგელი ხავერდოვნად და ფრიად სასიამოვნოდ ჩაგვესმის და სახეც მანამდე ასევე საძულველი და უშნო მიმზიდველი და სანდომიანი გვგონია. იგივე ხდება ალდრიან ამინშიც. მოკუფრული ღრუბელი სეციური სილამაზის ხილვის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ თუნდაც ძალზე מחვილი თვალი გქონდეს, ეს ბრწყინვალება ჩვენი თვალთახედვის მიღმა რჩება. სამაგიეროდ, როდესაც ღრუბლები გაირღვევა და მათ შორის გამოაღწევს სხივები, მზეც გამოჩნდება და მისი სითბო ისევე გვაგრძნობინეს ცის მშვენიერებას, როგორც ადრე. ასე გვემართება ჩვენც. მრისხანების წუთებში მტრობა ვითარცა მკვრივი ღრუბელი თვალებზე აგვეფარება, ყურებს დაგვიხშობს და მის გამო სხვაგვარად გვესმის, ხმებიც და სხვაგვარად ვხედავთ სახეებსაც. მაგრამ როცა კაცი ბრძნულად მოიქცევა, ზურგს აქცევს მტრობას და გაფანტავს განსასწრების ღრუბელს, ყველაფერს მიუკერძოებლად დაინახავს და მოისმენს. მაშსადამე იმაზე კი არ იზრუნო, როგორ იძიო შური მტერზე, არამედ როგორ განკურნო იგი და დაუბრუნო სიმშვიდე. მანამდე ნუ შეწყვეტ მცდელობას და საუბარს, სანამ შენი სიმშვიდით არ დაძლევ მის სისასტიკეს, რადგან არაფერია სიმშვიდეზე მძლავრი იარაღი. ამასვე გულისხმობდა ის, ვინც თქვა, რბილი ენა ძვალს შემოსვლავსო, იგავთა წიგნი. რა არის ძვალზე მტკიცე? აი ასეთ მტკიცე და უდრე კაცსაც კი იოლად დაიმორჩილებს ის, ვინც მშვიდად მოეპყრობა მას. სიტყვით გებითა, შევრდომილითა, გარე მიიქცეს რისხვაი. ასევე იგავთა წიგნი ამბობს. აქედან ცხადია, რომ შენ უფრო ძალგიც შენი მტრის განრისხებაც და მოთვინიერებაც, ვიდრე თავად მას. ჭეშმარიტად, პირადად ჩვენზე და არა ჩვენზე განრისხებულებზეა დამოკიდებული მათი გულისწყრომის ცეცხლის ჩაქრობაც და გაჩაღებაც. ზემოთქმულის ავტორმა სწორედ ეს განმარტა მარტივი მაგალითით. ნაკვერჩხლებს შეუბერა და ალი ავარდება, დანერწყვავ და ჩაქრება, ორივე შენი პირიდან გამოდისო. ზირაქეს სიბრძნე. ორივე შენს ხელთაა. ასეა მოყვასთან მტრობის დროსაც,
თუ მას დაელაპარაკები უტიფრად და ქედმაღლურად, მასში გაავიებ ნაკვერცხლებს და გააჩაღებ ცეცხლს. თუ მშვიდი და ალერსიანი იქნები, მის რისხვას აალებამდე გაანელებ. შენზე არის დამოკიდებული გულის ყრომის გაჩაღებაც და დაშორებაც. როცა მტერს დაინახავ, ან გონებაში ამოგიტივტივდება, რამდენი უსიამოვნებანი შეიდგე ან გადაიტანე მისგან, შეეცადე დაივიწყო ეს ყოველივე და თუ მაინც გაიხსენე, ამაში ეშმაკი დაადანაშაული, რადგანაც რეალურადაც ასეა. თავად კი გაიხსენე, რა უთქვამს, კარგი ან რა სიკეთე გაუკეთებია შენთვის. თუ აქ შეჩერდები, მალე შეწყვეტ მტრობას. თუ განზრახული გაქვს მტრის მხილება და მასთან საქმეზე საუბარი, მანამდე მოიშორე ვნება, დაიცხრე გულის ყრომა, მერე კი წყნარი ბაასით ამხილე, ასე უფრო იოლა და ძლევ მას. გულის ყრომით შეპყრობილნი ვერც წარმოუთქვამ და ვერც შევისმენთ ჯანსაღ აზრს. ხოლო ამ ვნებიდან განთავისუფლების შემდგომ არც თავად ვიტყვით საწყენ სიტყვას და არც სხვისი ნათქვამი მოგვეჩვენება აუგად. ჩვეულებრივ ჩვენ ხომ ბრაზდებით არა ნათქვამი სიტყვების გამო, არამედ იმიტომ, რომ მტრობით ვართ შეპყრობილნი. ძალზე ხშირად, როცა მეგობრები ხუმრობით ან სალაზღანდაროდ გვეუბნებიან ისეთსავე შეურაცხყოფელ სიტყვებს, ან მათი ბავშვებისაგან ვისმენთ, არათუ ბრაზდებით, არამედ ვიღიმით და ვიცინით კიდეც. ეს იმიტომ, რომ მათ უსმენთ არა აფორიაქებულნი და მრისხანებით შეპყრობილნი. ასე რომ თუ ჩაიცხობ გულის ყრომას და უკუაგდებ მტრობას, სხვისაგან ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა ვერ მოგაყენებს წყენას, არათუ სიტყვა საქმეც კი. გასაუბრების დროს ბრალს ნუ დაძდებ მტერს, გაამართლე და ამით აიძულე თავადვე დაიდანაშაულოს თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გაჯიუტდება. თუ მიუტევებთ მას, ჩვენი სიმშვიდის შერწყება და თავს ბრალეულად ჩათვლის. ასეთი ბრალდებაც აღარ იქნება საეჭვო და ბრალდებულიც აღარ გაბოროტდება. შეიძლება მტერს ესაუბრო საკუთარ საქმეებზე, რომელთაგანაც ფრიად სასიკეთო რამეს მოევი. ხოლო ის, ვინც სრულიად უმიზეზოდ მიუთითებს და საჯაროდ ლაპარაკობს მათზე, არაფრით ჟობს მაგინებელს. ხოლო ვინც ამას იმისათვის იქმს, რომ გადააწმენოს მასზე იმედგაცრუებული და წინასწარ უარყოფითად განწყობილი კაცი, ის ხდება ამ პიროვნებაზე მზრუნველი და მისი კეთილის მყოფელი. ანუ საჯაროდ კი არ უნდა ვისაუბროთ ჩვენს მტერზე თუ საზოგადოებრივ მტერზე, არამედ უნდა შევეცადოთ, რომ ჯერ პირადად მას შევხვდეთ, ვესაუბროთ, ვამხილოთ, როგორც ამას ივანე ოქროპირი გვასწავლის და ასე შევეცადოთ ამ ადამიანის გონზე მოყვანას, მისი ბოროტების ალის ჩაცხოვებას. მას აქედან გასვლის შემდეგ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველგან მოძებნოს თავისი მტერი, შემოირიგოს და გულწრფელ მეგობრად გაიხადოს. თუ საჭირო იქნება ბოდიშის მოხდა და მათგან შენდობის გამოთხოვა, ამაზეც ნუ ვიტყვით უარს. თუნდაც ჩვენ თავად ვიყოთ ნაწყები. ასე მეტი ჯილდო გვერდება. მეტ კადნიერებას შევიძენ და უეჭველად მივახცევთ ზეციურ სასუფეველს. აი რას ემსახურება მტრის სიყვარული, ზეციური სასუფეველის დამკვიდრებას და თუ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ვაპატიოთ მაინც, შევეცადოთ, რომ მიუტევოთ, შევაგონოთ და ასე გავხადოთ მტერი მეგობარი. მერქმა დაგვროცოთ და გამოხდეთ.